და გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით ბრუნდება ეთერში. მივესალმები იმ ადამიანებს, ვინც ახლა შემოგვიერთდა და მინდა ვთხოვ ტექნიკურ ნაწილს, გვითხრას არის ხაზზე თუ არა. მეგობარი გიორგი ხაზია, მოგესალმები გიორგი. მოგესალმები. ტრადიციულად მეორე ნაწილი შენთან ერთად და აგერ სანამ დამთავრდებოდა ჩვენი პირველი ნაწილი, დარეკა მაყურებელმა და ზუსტად საფრანგეთს შეეხო ტრადიციულად როგორც ეხებიან ხოლმე მარინ ლე პენს და გვითხარი ბარემ უკვე იქიდან გვერდვები მოგვიყვება რაღაცა ისეთ კუთხეში ვზივალ დღეს რაღაც ესე ტახტრე სახში ეს არის რა ქვია გადალაგება გამოლაგება და ტახტრევანზე ვზივალ არა უშავს გიხდება გვითხარი გიორგი აბა ეხლა ხუმრობის გარეშე მონარქისტული პარტია ხო გვარდა გეკუთვნის ტახტრევანი აბა გვითხარი გიორგი რა ხდება მარინ ლე პენის კარგი პირველ რიგში ობიექტივის დღეობაა დღეს და ტელევიზიის დაფუძნებიდან ესე ვთქვათ ერთად მოვდივარ და ერთად ავარ ხო ანუ ობიექტივის ნაწილად ვთვლი მე თავს და ხარ და ეხლა როგორ გიქს რომ სარჩატოლო მაინც ხარ მაინც ვარ არ მინდა ვარ მარინ ლე პენის გარშემო ხდება ეს რომ მარინ ლე პენს გაასამართლებს ასე ვთქვათ სააპელაციო სასამართლო და სავარაუდოდ იმ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბათილად ცნობენ ყველაფერი მიდის ამისკენ იმიტომ რომ აღმოჩნდა ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები ამ საქმეში ჯერ ერთი მარინ ლე პენს საფრანგეთის სასამართლოს არ ჰქონდა უფლება რომ სასამართლოს საქმე აღეძრა ევროპარლამენტში ჩადენი რაღაც დანაშაულისთვის ფინანსური დანაშაულისთვის რომელიც ასე თუ ისე ვერ უმტკიცდება და რომელსაც ქალბატონი მარინი და მისი პარტია ამბობს რომ ნამდვილად ისინი ეს სახელმწიფო ფონდი იყო და სხვა დეპუტატებიც იგივეს აკეთებენ ასე რომ გვინდა არ გვინდა ჩვენ მაინც პოლიტიკური გადაწყვეტილების მომსწრენი გავხდით საფრანგეთის იურისპრუდენციაში და სხვათა შორის თვითონ პრეზიდენტმაც თქვა რომ საფრანგეთის იურისპრუდენცია და საფრანგეთის სასამართლო არასოდეს არ უნდა გახდეს ვიღაცაზე ძალმომრეობის ან ანგარიშწორების საგანი ჩვენ მოგწონს არ მოგწონს ულტრამემარჯვენეები, ულტრამემარცხენეები თუ ცენტრისტები თუ ასე შემდეგ ჩვენი პირადი მოსაზრებები სასამართლო გადაწყვეტილებების დროს არ უნდა იყოს მიღებული, ხო? ანუ ეს თემა ბოდიში გიორგი, ეს თემა იმიტომ წამოვიწყეთ, ანუ მე მინდა რომ მაყურებელმა სწორად გაიგოს. ჩვენ ახლა მარინ ლე პენზე და მარინ ლე პენის პარტიაზე, იმიტომ კი არ ვსაუბრობთ, რომ თქვენ ძალიან გაინტერესებთ რა ხდება საფრანგეთში. მასე ბევრი რამე ხდება გერმანიაში, თქვათ იტალიაში, მაგრამ ყველაფერზე ხო ვერ ვისაუბრებ. არა, მე შევეხე ამ საკითხს და არა იმიტომ რომ წინა მაყურებელმა დარეკა ბატონო გოჩა და ბატონო გიორგი. არამედ იმიტომ რომ ზუსტად აქ მინდა რომ ჩვენ გავაანალიზოთ ის რა ხდება საფრანგეთის იურისპრუდენციაში ამ შემთხვევაში სასამართლო სისტემაში და ამ ანალიზის შედეგად დავადგინოთ რამდენად პოლიტიზირებულია სასამართლო ან რამდენად თავისუფალია პოლიტიკისგან სასამართლო ან და თუ კი ხდება ხოლმე გადაცდომა ზედა ინსტანცია ასწორებს იმ გადაცდომას თუ პირიქით ბრმად მიყვება და ხელს უწყობს პოლიტიზირებულ განაჩენს ამისთვის შევეხე ამ თემას შეუცდომელი გიორგი არავინ არ არის არც საფრანგეთში არც იმაში რა ქვია გერმანიაში და არც ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში არც ბრიტანეთში რომლის სასამართლოც ასეთ უზე პრეცედენტულ სასამართლოდ ითვლება და იქ ცოტა სხვა მიდგომებია თუმცა ისიც არ არის იდეალური სასამართლო და გადაცდომები იქაც გვაქვს ჩვენ ძალიან ხშირად სამწუხარო მაგრამ
აქ იმდენი მექანიზმია ჩამოყალიბებული ამ ყველაფრის გამოსწორების, რომ შენ წარმოიდგინე მარინ ლეპენს უფრო იმაზე მეტად არ უყვირია ამ შეცდომაზე მარინ ლეპენს, რაც დაუშვათ ფრანგულმა მედიამ თქვა, რომ ეს აქ არაზუსტი გადაწყვეტილება იყო მიღებული და ამიტომ. იმ მედიამაც კი, რომელიც მანამდე აკრიტიკებდა მარინ ლეპენს. რა თქმა უნდა. კი ბატონო, მეინსტრიმულ მედიაზე მაქვს მე საუბარი, იმ მედიაზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებს მარინ ლეპენს, ხო? იმ მედიაზე, რომელიც 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებს ნიკოლა სარკოზის. ზუსტად იმ მედიამ, როდესაც კი ეს შენიშნა, იქ იყო ამაზე საუბარი, ხო? ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი დაუშვეს ფრანგებმა, როდესაც სააპელაციო სასამართლოში ესეთი ფინანსური დანაშაულობები წლები მიდის ხოლმე ამის განხილვა და მარინ ლეპენზე ძალიან ესე დაუშვეს ის რომ მომავალი წლის აგვისტოში იქნება განხილვა ამის რა ქვია სასამართლო განხილვა მარინ ლეპენის საქმეზე. ზუსტად ამაზეა გიორგი საუბარი რომ თუ რამე წარმოიქმნა იურისპრუდენციაში და იუსტიციაში, ევროპულ იუსტიციაში, ხო იქ აქ კიდე გეუბნები, იმდენი მექანიზმია ჩადებული, რომ ძალიან ადვილად სწორდება ეს ყველაფერი. ანუ ერთი პოლიტიკური, თქვათ, რაღაც პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული და გასული ყველა ინსტანციაზე, რომელიღაცა ინსტანციაზე იმას გააჩერებენ, თუ კი ეს კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს ემსახურება. კაცო, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ გიორგი სტრასბურგის სასამართლოზე, სტრასბურგის სასამართლო პირველ რიგში ეს არის. გიორგი, მე ვიცი, შენ კარგად იცი, მე ვიცი ეს. მე მინდა რომ მაყურებელმა გაიგოს. ანუ დემოკრატიის საწინდარი რა არის? ეს არის თავისუფალი სასამართლო. თავისუფალი შემთხვევაში არავითარ დემოკრატიაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. ნიკოლა სარკოზის ჩემთვის მაგალითად გაუგებელია რისთვის გაასამართლეს ნიკოლა სარკოზი, ხო? ნიკოლა სარკოზის ედავებიან რაღაცა ფულის აღებას კადაფიდან, რომელიც გამოიყენა ამაში, რა ქვია, არჩევნების კამპანიაში. თვითონ ნიკოლა სარკოზის არ გაჩენია იმდენი კითხვები, რაც გაუჩნდა ფრანგულ მედიას და რაც გაგვიჩნდა ჩვენ. თუმცა აქ ძალიან საინტერესო ფაქტია, ნიკოლა სარკოზის იმას კი არ ედავებია, რომ შენ კადაფისგან ფული რატო აიღეო? ეს რატო არ დაადეკლარირებო? ხო, ნუ კანონი რატო დაარღვიეს? კანონით არ შეიძლებოდა ფულის გამოყენება, რომლის წყაროსაც შენ არ აჩვენებ. რომლის წყაროს შენ არ აჩვენეო, ხო? არავის, თვით ნიკოლა სარკოზისაც კი არ ძალიან პრეცედენტული რაღაცა მოხდა. როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ გაასამართლა ნიკოლა სარკოზი, პროკურატურამ თვითონ გაასაჩივრა ეს რა ქვია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. გიორგი, შენთან ერთი საინტერესო რამეც თქვი. და გიორგიც ამბობდა სწორედ იმას, რომ სასამართლო სისტემა, მაგრამ უყურე, შენ თქვი ერთი რამე, მედია საშუალებები, ანუ სასამართლო სისტემაზე ერთი მექანიზმი, რომელიც დგას, მაგრამ დგას მეორე მექანიზმი, რომელიც საერთო განწყობას ქმნის ადამიანებთან ურთიერთობისათვის ერთ-ერთი გადამწყვეტი არის სწორედ თქვა მედია საშუალებები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ იქაც ჩვეულებრივი რამეა, კაცო, არსებობს მემარჯვენე, მემარცხენე, არსებობს სხვადასხვა პოლიტიკური მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენთან რაც მოხდა, მაგალითად, როდესაც თუნდაც ალტინფოს თქვა გაუუქმეს პარტია, როდესაც ელემენტარულად ჩვენ პატრიოტ ალიანსს წაართვეს კომისიის წევრები, ხო? აქ როგორ თვლიან, იცი? ნახან ჩემი მოწინააღმდეგეა ეს ხელისუფლება, ამათ რო ართმევს არაუშავს. და სინამდვილეში მანდ არის სწორედ დიდი შეცდომა, ისევე როგორც ჩვენ უნდა ვამბობდეთ, რომ ბიჭო, როდესაც არასწორად ექცევიან, თუნდაც იმ ლიბერალს, თუნდაც იმ ულტრალიბერალს, რაც მე უნდა ვიცავდე მას და უნდა ვამბობდე, არასწორად მოექეცი. ეს არის სწორი დამოკიდებულება, იმიტომ რომ დღეს თუ მე თვალი დავხუჭე ვიღაცაზე, ხვალ თვალი დაიხუჭება ჩემზე რომ მოხდება ეს ყველაფერი და საქართველოში სწორედ ეს მომენტი გვაქვს. ამიტომ ვერ მივედით იმ მაღალ ცივილიზებულ ფორმამდე, რომ არა აქვს მნიშვნელობა ჩემ მტერსაც როცა არასწორად ექცევიან, მე თუ ხმარა მოვიღე ხვალ ასევე მე მომექცევიან. ეს აზრი, ევროპა რითი არის სწორედ წინ? იცი რა არის, გოჩა
როდესაც ალტინფოს გაუუქმეს პარტია, მე სხვა შორის დავწერე მაშინ ჩვენ კოლეგებზე, რომ აი ზოგს გაუხარდა კიდეც რომ გაუუქმეს. მითხარი, კარგი ბატონო, გაგეხარდათ, არა ხარ თქვენ ალტინფოს მხარდამჭერები. მაგრამ პრეცედენტი რაც დაუშვა ამ ხელისუფლებამ ეს არის კანონიდან ამოვარდნილი. სრულიად ამოვარდნილი, იმიტომ რომ ალტინფოს პარტიის გაუქმების უფლება მხოლოდ და მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს ჰქონდა. თუ ჩავხედავ ჩვენ ნორმატიულ აქტებს, აი იქ იყო აბსოლუტურად დარღვეული ყველაფერი, ისი დარღვევა შეიძლებოდა, ხო? აი გუშინ იყო ზუსტად კამათი მქონდა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ აფრასიძეების საქმე, ხო, აი ზოგმა ეს თქვა, რომ ეს აფრასიძეები ცუდები იყვნენ, კარგები იყვნენ. მაშინაც იყო ესეთი რომ ესეთი აზრი რომ კაცო აფრასიძეები მთლად ესენი რა ქვია ჩიტები და გვრიტები და ხელთათმანიანები არ ყოფილან. მაშინ ჩემიც, შენიც, ირმასიც, ჩვენი დამოკიდებულება იყო ესეთი. კი ბატონო, აფრასიძეები დაუშვათ და იყვნენ ისინი კრიმინალები. მაგრამ როდესაც შენს სახელმწიფო ასე ექცევი ამ ადამიანს, იქ უკვე ამ ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები არის დარღვეული. აფრასიძეები დაიბარე შენ ემაზე რა ქვია დაკითხვაზე და არ მოვიდნენ? რა აუცილებლობა იყო იმ ოპერაციის, აი აქ მედის ყველაფერი სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა ცდილობდე რომ არ მიხვიდეს სისხლის ზღვრამდე. აი დღესაც როცა მიდის ლაპარაკი, აი ეს ადამიანები ამაშვებოდნენ და ამიტომ ურტყავენ და ბიჭო, მე შეიძლება არ მომწონს არც მათი ვარცხნილობა, არც მათი ლექსიკა, არც მათი თუნდაც ვის ფასეულობები რომელიც აქვს, მაგრამ შენ რომ სახელმწიფო ესე ექცევი და მე გუშინ ამას ვებრძოდი ნაცმოძრაობასთან. ამას ვამბობ და დღეს როცა თუნდაც ის ხელისუფლება რომელმაც ნაცმოძრაობა დაამარცხა და იგივეს აკეთებს და თუნდაც იმათ წინააღმდეგ რომლებიც მეც არ მომწონს. აქ თუ მე ხმა არ ამოვიღე და მოქალაქემ და აქ მე როცა ვამბობ, ნებისმიერმა მოქალაქემ ხმა არ ამოვიღე და აქ თქვით, ხვალ ასევე მოგვექცევიან ჩვენ. ხვალ იგივეს გააკეთებენ ჩვენთან მიმართებაში და რა მნიშვნელობა აქვს რომელი ხელისუფლება გააკეთებს ამას, ხო? აი აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა აი მნიშვნელობა კიდევ ვამბობ, გოჩა, ეხლა შეიძლება იქ კონკრეტული ჯუმბერი, თამარი, გურამი ან ვიღაცა არ მომწონდეს მე, არც მისი ლექსიკა მომწონდეს, არც მისი მოქმედება არ მომწონდეს, მაგრამ სახელმწიფოს არა, მას ამ ადამიანებს ყველა საქართველოს პასპორტი უდევს ჯიბეში და მათზე ვრცელდება ყველა კანონი, რომელიც ვრცელდება. ესე გამოვიდა, რომ მარტო იმაზე ვრცელდება, ვინც ქართული ოცნების მხარდამჭერია და ჩვენზე არ ვრცელდება, როდესაც ადამიანის უფლებები ირღვევა. რა მნიშვნელობა აქვს, საიდან დაირღვევა? ამაშია საქმე, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ევროპულ სასამართლოზე და ფრანგულ სასამართლოზე, ამაშია ზუსტად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ გავიაზროთ და სმენელს მივაწოდოთ. კი, იმიტომაც შევეხე ამ თემას და ესე გავშალეთ, რომ სმენელს ესმოდეს. როდესაც საუბრობთ, რომ ჩვენ BFM საერთოდ არ უყვარს, კი არა, მტრები არიან BFM, ცენტრისტი ლიბერალების ტელეკომპანია, რომელიც აი პირველმა დაიცვა მარინ ლეპენი იმ რაღაცა გადაცდომაზე, რაც მან მარინ ლეპენი კი არ დაიცვა, მან კანონი დაიცვა, რომლის უზენაესობა ეჭვს ქვეშ არ დგება საფრანგეთში. მან კანონი დაიცვა, იმიტომ რომ მან იცის თუ კი მე დღეს დავიცავი ეს კანონი, რომელიც არასწორად ამოქმედდა, თქვათ მარინ ლეპენის მიმართ. ხვალ ჩემს წინამდე ანალოგიურად არასწორად გამოიყენებენ და მეც დავმარცხდები, ზეგ სხვა და ასე შემდეგ. ამიტომ მან მარინ ლეპენი პერსონალურად კი არ დაიცვა. მან ის კანონი დაიცვა. მან ის სიმართლე დაიცვა, სახელმწიფო დგას ამაზე, ხო? ესაა სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც სხვათა შორის და იგივე ფრანგების, აი უტოპისტი ფრანგების ის იდეები, რომელიც განხორციელება მოხდა შემდგომში ამერიკის შეერთებულ შტატებში, მოხდა ევროპაში, ეს გვინდა ჩვენ რომ იყოს და არა ის რომ ვიღაცას მე პრორუსი ხარ, პროამერიკელი ხარ, ბიჭო, არც პრორუსი ვარ, არც პროამერიკელი ვარ. მე მინდა ჩემს ქვეყანაში სამართალი იყოს. მე მინდა ჩემს ქვეყანაში კრიმინალია და მე რა რომ ჩაუდეს ნარკოტიკი. კრიმინალი იყო, კაცო და მე რა რომ ჩაუდეს იარაღი. ბიჭო, სხვანაირად ვერ ვიჭერდი. ხო, სხვა რას ქვია ვერ ვიჭერდი. კომპეტენცია არ ყოფნის, იმიტომ ვერ ვიჭერდი. თორე რას ქვია სხვანაირად ვერ ვიჭერდით. კეთილი, ზარი ეთერში მოусმინოთ მაყურებელს. ისაუბრეთ, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით. გამარჯობა. მარვიზით ხუარის ჩემი ხმა? დიახ, ისმის თქვენი ხმა, ისაუბრეთ. ნუ სანამ ტრამპი დაამარცხებს დიპსტეიტს, ან დიპსტეიტი დაამარცხებს ტრამპს. მანამდე
რა ვიცი რა მოხდება 1000 რამე თვითონაც არის არც ამერიკამ და არც რუსეთმა რა მოხდება მანამდე დაუშვა და მორჩა ეს ყველაფერი და მოგვადგა რუსეთი და გვეუბნება რა პირობებზე უნდა დავთანხმდეთ იცით რა აი ბუნდოვანება რომ არ იყოს არა და რო არ გვეძახონ პრორუსები გინდა თქვენ გინდა კონსერვატორები ხო პირველი კითხვები ერთად იქნები თუ არა ამ არჩევნებში ამ თვითმმართველობის არჩევნებში მეორე კითხვა კიდევ რა კონკრეტულ შემთხვევაში დავთანხმდებით პუტინს მაგალითად აფხაზეთთან დამოკიდებულებაში თუ რკინიგზის გახსნა უნდა აი ამ კონკრეტულ საკითხებზე ხალხს თუ არ ვესაუბრეთ ისინი ისე პუტინისტებს გვეძახიან და პრორუსებს გვეძახიან აი ესენი თქვენ თუ არ განუმარტეთ ხალხს ისე იქნება ბუნდოვანება ისე პრორუსებს დაგვიძახებენ და არავინ არ იცის რომ აი ამათ აფხაზეთის დაბრუნება უნდა ამათ კონსერვატორებს ის უნდა აი მაგალითად ჟავანაძე გამოდის და ასკარად ამბობს რომ ჩვენ უნდა სამხედრო იმაში შევიდეთ თელსეგრულებაში რუსეთთან ოდეკაბეში თუ იქნება რუსეთის ბაზები რა შემთხვევაში სად იქნება როგორ აი ამ კონკრეტულ საკითხებზე თუ არ ველაპარაკეთ სწორედ გამიგეთ მე დიდი პატივისცემი და მრავალი წელია რომ თქვენი მხარდამჭერი ვარ და აი ეს მიშლის მე ჩემ გარემოცვაში რო დავიწყეთ ლაპარაკს არა ეგენი პრორუსები არის ხო იცით არა ამათი განათლების ამბავი რომ აი ნახევარი საქართველოს წურჩის ეხლა და ძალიან ბევრი ხალხი უყურებს ეხლა ამ მეინსტრიმულ გასართულებს და ნაკლებად იმიტომ რომ იმათი აგიტაცია გუჯობნის ეხლა რაღა დასამალია ხო იმათი ეს მედია საშუალებები უფრო ძლიერები არიან და მილიონებში არა მილიარდებს ფარგავენ 2-3 წელიწადში 6 მილიარდი ევრო დაიხარჯა აი ესენი უნდა ველაპარაკოთ ხალხს რა ფინანსები იხარჯება თქვენს წინააღმდეგ და ჩვენ აი ეს სიტუელი ხელებით რო ვიბრძვით თუ სიმართლე ვერ დაუვიცეთ ხალხს ისევ წავლენ და აი ზანზარეულია ეხლა ამათ ეჭირავე ეხლა ამ მილიარდელებს ბინა გოქოპებს და ბინა ნაცებს ორივე მილიარდელები არიან და ჩვენ კიდე აი სარნიერი იმაზე ვარ ხის წყალობაზე ხო დიდი მადლობა აი იქნები თუ არა მე ერთად კონსერვატორებთან ერთად გაიხარეთ მადლობა ზარისთვის თქვენი აზრის დაფიქსირებისთვის ეხლა მე ჩემ სუბიექტურ აზრს გეტყვით და ზოგადად გავახმოვანებ პარტიის პოზიციას რომელიც არ არის უცნობი თქვენ არ უნდა ყოფილიყო უცნობი იმიტომ რომ ჩვენ ამაზე სულ საუბრობთ ის რომ ჩვენს ტერიტორიაზე სამხედრო ბაზები განლაგდეს რუსეთის იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მე ამის და პარტია ამის მომხრე არ არის ჩვენ სულ საუბრობთ სამხედრო მიუმხრობლობაზე მიუმხრობლობა ნიშნავს რომ ჩვენს ტერიტორიაზე არც ერთი ქვეყნის ბაზა არ უნდა იდგეს ის რომ ველაპარაკოთ აფხაზეთს და ალბათ იცით თქვენ რომ პარლამენტიდან 2017 წელს პატრიოტთა ალიანსს ყავდა გაგზავნილი დელეგაცია რუსეთში ზუსტად ამ თემებზე სალაპარაკოდ და იმ დელეგაციის ხელმძღვანელი მე ვიყავი მაშინ და ჩვენ საუბრობდით ჰუმანიტარულ საკითხებზე აფხაზეთის დელეგაციასთან საუბრობდით რუსეთის დუმის დელეგაციასთან საუბრობდით და შეიქმნა დიალოგის ჯგუფი მაგრამ ვინ შეგვიშალა ხელი რომ ეს ყველაფერი განვითარებული იყო ისე როგორც თავიდან იყო დაგეგმილი ამ ხელისუფლებამ შეგვიშალა ხელი და ბევრმა ისეთმა ადამიანმა რომელსაც არ აწყობდა რომ მსგავსი დიალოგის ჯგუფი შექმნილიყო აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს ვამბობთ რომ უნდა ვესაუბროთ ხალხს რაზე ვესაუბროთ ჩვენ ოპოზიციაში იმიტომ კი არ ჩაუდექით რომ გვიხარია ოპოზიციაში ყოფნა ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი გავიცეთ ჩვენ ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია არა ის რაღაც ფანატიკოსი რადიკალები რომ ოღონდაც ოპოზიციაში ვიყოთ ვაკრიტიკოთ და ვაგინოთ ხელისუფლებას არა ჩვენ ვართ კონსტრუქციული ოპოზიცია ჩვენ მიუთითებთ ხელისუფლებას იმ შეცდომებზე რა შეცდომებსაც ჩადის ის რომ ქვეყანა არ ვითარდება ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ტელევიზიის ეთერიდან რატომ იმიტომ რომ ჩვენ გვინდა რომ
არ აცდეს იმ რეალობას ხელისუფლება, რომელსაც უკვე აცდენილია. შეეშვას იმ შოუებს და იმ სპექტაკლებს და რეალურად დაეხმაროს ხალხს. და ამაზე სულ საუბრობთ, აგერ ბატონმა გოჩამ, ამაზე დღესაც ისაუბრა პრინციპში. ამიტომ აფხაზეთთან დიალოგი აფხაზებთან აუცილებლად უნდა იყოს და უნდა იყოს კი არა, უნდა დაწყებული იყო მაშინ, როცა ჩვენ ეს დავიწყეთ და არ უნდა გამქრალიყო ის პლატფორმა, რომელიც ჩვენ შევქმნით ჯერ კიდე 2017 წელს. რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთის სახელმძღვანელოებში, სკოლაში და უნივერსიტეტებში დღეს ბავშვებს ასწავლიან, რომ ქართველი არის დამამყრობელი. დამყრობელია აფხაზეთის ტერიტორიის. ქართველი როგორ უნდა შეუყვარდეს, როდესაც შენ ყოველდღე როგორ ჩვენ სკოლაში გვასწავლიდნენ ფაშიზმი რა იყო, დღეს აფხაზეთის სახელმძღვანელოში წერია ვინ არის ქართველი. ანუ მისთვის ისეთივე ფაშისტია, როგორც ჩემთვის იყო თავის დროზე გერმანელი, რომელსაც ბაბუა ჩემი ებრძოდა, ბაბუა თქვენი და ზოგადად საბჭოთა ერი. და როგორ გინდა რომ ხვალ ჩვენ შევრიგდეთ, თუ კი დღეს იცის იმ ბავშვმა რომ ქართველი არის მტერი და 3-4 თაობა გაიზარდა ასე. და ვინმე ერთმა კაცმა მაინც პარლამენტში დააყენა ეგ საკითხი? მე თქვენ გეტყვით რომ პატრიოტთა ალიანსი ამ საკითხს ყოველთვის აყენებდა პარლამენტში რომ ვიყავით და ადამ მარშანია იყო მოწინავე ყოველთვის ამ საკითხების მოწინავე იყო ქალბატონი ადამ მარშანია. დღეს ვინმე არის პარლამენტში ან წინა პარლამენტში იყო ვინმე ამ საკითხზე მოლაპარაკე? არავინ არ იყო. აი ზუსტად იმაზე მიგვითითებს რომ არ აინტერესებს ხელისუფლებას ეს საკითხი მანამდე სანამ ეს მისთვის პროგრამაში არ ჩაჯდება როგორც საპიარო თემა. მარტო პიარი და არა რეალურად რაღაცის გადაწყვეტა რო უნდოდეს ხელისუფლებას. ამიტომ მეგობრებო, ჩვენთან მე კი მესმის და გეთანხმებით, რომ ბევრი რამე ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ბევრ თემებზე უნდა ვისაუბროთ. მზად ვარ და ყოველთვის ვსაუბრობთ, მაგრამ ის რეალურად რაც არის გასაკეთებელი და ხელისუფლების გასაკეთებელი, ამას ვერავინ ვერ გააკეთებს ხელისუფლების გარდა და ხელისუფლება გადართულია სპექტაკლებზე და შოუებზე. ეხლა მეგობრები თუ რამეს დაამატებთ? ისმენ გიორგი თქვი, ჩვენც ბევრი რამე გვაქვს ამ მიმართულებით გაკეთებული, შენ ადგილზე როცა აქ იყავი, წასული რო ხარ, იქაც კი მუშაობ ამ თემაზე, მაგრამ აი თავარი რაც თქვა გიორგიმ, ხო რომ ხელისუფლების ბერკეტი თუ არა გაქვს, შენსაც რაც შეგიძლია აკეთებ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ რაღაცა გალღვეს, რაღაცა ნაბიჯები იყოს გადადგმული და ამ ხელისუფლებას საერთოდ არა აქვს. და ჩვენ უკვე ვხედავთ წლების მანძილზე, რომ ხელისუფლებებს საერთოდ არა აქვთ არანაირი, თქვათ იგივე რაღაცა გეგმა, ხო, რაღაცა ნაბიჯების გადადგმის ხვალ რას იზავენ არ იციან, არც ფიქრობენ, იმიტომ რომ თავის ტკივილია. და პრობლემა ჯერ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც აკონტროლებენ, იქ აქვს პრობლემები და თავის ტკივილი რომ ძალაუფლება არ დაკარგონ და ეხლა ახალი პრობლემები ნამდვილად არ აინტერესებთ. ამათ აფხაზეთის თემატიკა საერთოდ რამდენი ხანია რომ არ გაგვიგია საერთოდ ამ ემაზე საუბარი. და სხვათა შორის რუსეთმა ეხლა დაიწყო, თუ აკვირდები გიორგი და თუ ხედავ ხოლმე შენს, ეხლა დაიწყო სამომტყოფოების აშენება, ეხლა დაიწყო იქ ასე ვთქვათ თავის ინფრასტრუქტურის გაკეთება, იმიტომ რომ ფაქტობრივად აქამდე და მიტოვებული. ეს იმის ნიშანია, რომ მათ უკვე დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ ეს ქართველები ეთყობა საერთოდ არაპირებენ არ ჩვენთან საუბარს, არც ერთ პლატფორმაზე, არც ჟენევის, არც დანარჩენი თქვა ევროპის იქნება ეს თუ სადმე რომელიმე პლატფორმაზე, ამაზე ხელისუფლება საერთოდ პოზიციები არ აქვს. და პლატფორმებზე კი არა, საერთოდ ამ ხელისუფლებას უკვე საერთაშორისო დონეზე შუა აზიის რესპუბლიკების გარდა მგონი აღარ დარჩა, რომ სადღაც მას რაიმე პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა შეუძლია. ხო, საშინელ დღეში ვართ ამ ხრივ. მე მართლა ამ ხელისუფლების კრიტიკოსი, იმიტომ კი არა ვარ, რომ რაღაცა არ მომწონდეს. ბიჭო, ხედავ რომ ქვეყანა ზიანდება. ქვეყანას აღარა დიპლომატიური ველი აღარა აქვს საერთოდ, ხო? საშინელ დღეში ვარ ჩავარდნილები. აქ იმაზე არ არის ლაპარაკი, მართლა რუსეთთან რა აქვს რამე? რაღაცა დონეზე, ალბათ მეხუთე თანაშემწის დონეზე მიდის რაღაცა მოლაპარაკებები, ისიც არ ვიცით რა მიდის რა არა, იმიტომ რომ საერთოდ პოზიცია არ აქვს. არც ერთი მიმართულებით არ აქვს პოზიცია. და ველოდებით, იმიტომ ველოდებით, რომ იმ ერთ კაცს ეგეთი პოზიცია
ჰქონდა ყოველთვის. როცა დიდი ბიჭები, ხო, ჭიდაობდნენ, ის ჯუმათ იყო, ელოდებოდა მათ შორის ვინ მოიგებდა და მე დაელაპარაკებოდნენ, დღესაც ელოდება. ტრამპი და პუტინი რომ დაელაპარაკება ერთმანეთს, მე ალბათ საქართველოსეც ხო რაღაცას გადაწყვეტენ და მე ვიღაცა ხო დაგველაპარაკება. დაახლოებით აი ეს არის დაახლოებით პოზიცია რა. და არასდროს ამთავრდება ხოლმე. ბოდიში შენ ახლა აღნიშნე, ხო? ნუ აი რუსეთთან აქვთ რამე პოზიცია. ხვალ რომ აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან. აი თქვა ხვალ მოაწერეს ხელი და აღდგა აი ამ პირობებში, რა პირობებშიც ვართ, აღდგა დიპლომატიური ურთიერთობა. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ საქართველოს რუსეთთან რაღაც დაალაგა. ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა მიაღწია თავის მიზანს, იმიტომ რომ რუსეთს ჭირდება უფრო მეტად დაალაგოს ჩვენთან აღადგინოს დიპლომატიური ურთიერთობა, ვიდრე საქართველოს. რატო? იმიტომ რომ პოლიტიკურად ის იმარჯვებს საერთაშორისო პლატფორმაზე. და გეუბნება რომ აგერ მე ამათთან დიპლომატიური ურთიერთობა მაქვს საქართველოსთან. ის პოლიტიკურად იმარჯვებს. ჩვენ რას მივიღებთ ოღონდ ამაში? კი, შენ რო ამბობ რომ თქვა ჩვენ აღვადგინეთ და ესე იგი ახლოს ვართ. არა, ეს ამას არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს რომ რუსეთმა მიაღწია თავის შედეგს. შენ რას მიაღწევ? ეგ სხვა საკითხია და აღწევ რამე. რკინი გზაზე თქვა, ბიჭო, შეიძლება ყველაფრის სწორად გამოყენება. ხო, მის არ იყოს ფრაგმენტულად. ბოდიში მოვიხადეთ და მე რა ვქენით? მე ის ვქენით რომ პირიქით ხდება, ხო? არაფერი ამისკენ რომ რაღაცა მოგვეგო, ჩვენ ვერ დავინახეთ და ვიღაცებს იმედი ეს იმიტომ გააკეთა, რომ მე ამას იზავს და სუამ იმაში ვართ, რა ქვია, იმედებში ვართ, რომ ამას თურმე იმით უაკეთებს ეს ხელისუფლება, რომ ხვალე მე ეს უნდა გააკეთოს. დღეს კომისიას იმით ოქმნის, რომ ხვალე ეს უნდა დაიჭიროს. დღეს ამას ტექსტების კითხვა. ხო, ტექსტების კითხვებში ვართ სულ მუდმივად. 2017 წელს საკითხი იმაზე, რომ რკინის გზა გახსნან აფხაზეთიდან სასომხეთში, ეგ საკითხი იდა ყოველგვარი ბოდიშების გარეშე. ეგ საქართველოს გადაწყვეტილება იყო საჭირო. ბოდიშის მოხდა კი არა და ჩვეულებრივად აღდგებოდა. დღეს თუ იქამდე მივედით რომ დღეს უკვე ბოდიშიც უნდა მოვიხადოთ, ნუ მაშინ კარგად გქონია საქმე. გიორგი ჩაერთე. საერთოდ არც ერთ ოპოზიციას არასოდეს ისტორიულად არანაირი კონფლიქტი არ მოუგვარებია. წარმოუდგენელი ოპოზიცია ვერ მოაგვარებს ვერანაირ კონფლიქტს, ეს არის წარმოუდგენელი, ვერც აფხაზეთისას, ვერც შრი-ლანკის და ვერც ტამილების ვერაფერს. ოპოზიციას შეუძლია შუამავლის როლის თამაში, ოღონდ ხელისუფლება აძლევს კი ხელისუფლებამ უნდა მომცეს. ბერკეტი, აი მანდ მივდიოდი გიორგი, მე ბერკეტი ვისა ხელისუფლება აი შენ ლაპარაკობდი 2017 წელს ჩვენ ჩავედით რუსეთში და ველაპარაკეთ ამას გადაწყდა ეს ჩამოხვედი და გაგიქენსელა ყველაფერი ემ რა ქვია ხელისუფლება იმიტომ რომ შენ ბერკეტი არა გაქვს შენ გააკეთე ის რაც შეგეძლო იმას იქით უკვე იყოს რა ქვია ხელისუფლების ეს რა ქვია პრეროგატივა იმ ხელისუფლებამ თავისი პრეროგატივა არ გამოიყენა ან ვერ გამოიყენა უпростоრად არ გამოიყენა ვიდრე ვერ გამოიყენა რა რაც შეეხება იმას როგორ დაველაპარაკებით რუსეთი ამ წუთში გვინდა არ გვინდა ეს არის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანა ჩვენ აი ამ მოცემულობიდან უნდა დაველაპარაკოთ სად დაველაპარაკებით მას ჟენევის პლატფორმაზე დაველაპარაკებით სხვა პლატფორმა შეიქმნება იქ დაველაპარაკებით თუ სად იქნება ეს მოცემულობა გვაქვს აი ჩვენ უკვე უნდა იყოს დიპლომატია და ისე ვიქეთკენ მივდივარ რომ ხელისუფლების პრეროგატივაა გიორგი ეს და გოჩა ეს ეხლა მე და შენ რომ მივიდეთ და დაველაპარაკოთ ამას რა ქვია რუსის ჩინოვნიკს ხო გვეტყვის რომ კი ბატონო გეთახმები ამაში კარგი ესა ვარ ოკუპანტი ვარ ნაძირალა ვარ მაგრამ შენ ვინა ხარ ანუ ხარ შემსრულებელი იმ სიტყვების ხარ შემსრულებელი რასაც ახლა გვპირდები და ბუნებრივია იტყვი მე როგორ შევასრულებ კაცო აგერ ხელისუფლებას უნდა ელაპარაკო და მაშინ რატო ჩამოხვედი რატო მელაპარაკები ხო ფაქტურად ესე გამოვა თუმცა საპარლამენტო დელეგაციას ელაპარაკებოდნენ ჩვენს ხომ მანდ არაფერს საპარლამენტოს დაელაპარაკებოდნენ ჩვენ ხომ მანდ არაფერს არ ვპირდებოდით ჩვენ ვამბობდით ზუსტად რომ ჩვენ აქ ჩამოვედით რომ დავამყაროთ კონტაქტი და ჰუმანიტარული საკითხები გადავჭრათ ოღონდ გადავჭრათ როგორ ჩვენ სიტყვიერად თუ რამეზე მოვილაპარაკებთ ჩვენ მე ჩვენ ხელისუფლებას ვაცნობთ რომ აი ამაზე ხდება მოლაპარაკება და ეს ხო არის ჩვენი ქვეყნის ინტერესი მოდით ჩაერთე ზუსტად ეგ მოხდა ჩამოვედით ჩავატარეთ პრესკონფერენცია აუხსენეთ რისთვის იყო მზად მეორე მხარე და უთხარით რომ ჩაერთეთ ანუ ნახეთ რა ახლოს მივედით ურთიერთობამდე და ხელისუფლებამ თქვა რომ არ არის ეხლა ამ ეტაპზე ჩვენ ეს არ გვაინტერესებს არც ამ ეტაპზე არც იმ ეტაპზე და არც დღევანდელ ეტაპზე
თანაც ეს ხდება ამ ქვეყანაში. გიორგიმაც ახსენა, პლატფორმები შეიძლება სხვადასხვა იყოს და მე მონაწილე ვიყავი ხო ამ პლატფორმებზე, როცა 4 მხრივი შეხვედრები იყო და პარლამენტიდან ვიყავი და აქედან გამომდინარე თან ერთი დეპუტატი, რომელიც მონაწილეობდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან ერთად. დასავლეთის მე ამიტომ ვამბობ, დასავლეთის ის შეიძლება ითქვას, რომ ხარდაჭერა გვერდზე დგომა ეს ეხლა დაკარგო, მოიქნიო, გადააგდო და პირისპირ დავჯდები რუსთან, ხო მე ვფიქრობ, რომ რთულ მდგომარეობაში ჩავიყენებთ თავს. ისევე როგორც მარტო დასავლეთით და მე არ დავჯდები საერთოდ რუსთან, ესეც სისულელეა, ხო? ანუ შენ უნდა გაიარო, მოახერხო, რომ თუნდაც იმე 3+3 ფორმატი. 3+3 ფორმატი მიაჩნიათ აქ ერთ ნაწილს ხელისუფლებაში, რა ქვია, ოპოზიციაში, რომ როგორც კი ჩვენ აქ დავჯდებით, იმ წუთშივე დავამთავროთ ყველაფერი. არ მემაჩნია მე ეს ესეა და რატო? 3+3-ში არის ნატოს წევრი ქვეყანა თურქეთი, რომელსაც აქვს თავისი რაღაც გარკვეული შეხედულებები. მე პირიქით უნდა ვფიქრობდე 3+3-შიც უნდა ვიჯდე. ჟენევის ფორმატშიც უნდა ვიჯდე. ზედამხედველი, გოჩა არ დაგავიწყდეს, რომ ნატოდან, რა ქვია, თურქეთი ჩვენი ზედამხედველი ქვეყანა იყო და არის დღემდეც. კი ბატონო, იმიტომ რომ ყველაზე მეტი სამხედრო დახმარება და სამხედრო ცნები ჩვენი ჯარისკაცები ნატოს ბაზებზე თურქეთში გადიოდნენ. თურქეთ, მითო ხო ყველაზე ახლო ისა გაქვს, კაცო, საზღვარი გაქვს თურქეთთან და ნატოს წევრ ქვეყანასთან. ანუ რეალურად მე ისე თქმა მინდა. ჩვენ ახლა აღმოჩნდით სრულ იზოლაციაში, არც ერთ პლატფორმაზე საერთოდ არსად არა ვართ. ლამისარე გვიხარია, რომ ტაჯიკეთში ან ყირგიზეთში თუ ვიღაცა შევხვდებით და გვეთქვიან ისინი, რომ კი ბატონო, ჩვენ ჩამოვალთო და ეს დაგვრჩა. და ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ხო თავიდან ბოლომდე ნიშნავს, რომელ აფხაზეთზე მელაპარაკებით ხალხო და რომელ კონფლიქტების მოგვარებაზე. ეს გამოდის, რომ ამ იზოლაციაში ჩვენ საერთოდ სახელმწიფოებრიობაც კი მინიმალურ დონეზე დავიყვანეთ ჩვენი. იმის მაგივრად, რომ მაქსიმალურად ყველა პლატფორმაზე თან დგება პერიოდი. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ პროცესები რომელიც მიდის და შევხედოთ ხო ირანის იმას სიტუაციაში რა ქვეყნები არიან ჩართული, რა ქვეყნები არიან ჩართული თუნდაც უკრაინასთან მიმართებაში, რა ქვეყნები იქნებიან ჩართული ყველა იმ კონფლიქტურ სიტუაციაში, რომ ყველა ცდილობს მაქსიმალურად მეტად გამოიყენოს და თან ჩანს ერთი რამე. ყველა თავთავის პოლიტიკას ეცდება გაატაროს. მივიდა ის პერიოდი დადგა, რომ ყველა სუბიექტი მეორე სუბიექტს, გუშინდელ მტერს ან გუშინდელ მოყვარეს სრულიად სხვანაირად გადახედავს, სრულიად სხვა ფორმატში უყურებს, იმიტომ რომ ეს მოცემულობა მოვიდა უკვე ტრამპის მოსulis მერე ველოდებოდით და ყველანი ველოდებოდით, რომ დიდი ცვლილებები ნამდვილად მოხდებოდა და ეს ცვლილებები დაიწყო. სოფლიოშია დაწყებული. ჩვენ როგორ აღმოჩნდით მზად? ჩვენი მზაობა რაში გამოიხატება და რამდენად შეგვიძლია, რომ ეს სიტუაცია ჩვენთვის საზიანოდ კი არა, ან ნაკლებ საზიანოდ კი იქნება და მომგებიანადაც გამოვიყენოთ, იმიტომ რომ მაგალითი გვერდზე გვაქვს. აზერბაიჯანმა მოახერხა ეს. აზერბაიჯანის ხელისუფლებამ და მისმა ლიდერმა მოახერხეს ის, რომ შექმნილი სიტუაცია მათთვის ამ ეტაპზე ესე ჩანს. საკმაოდ მომგებიან სიტუაციაში არიან. ჩვენ რატომ ვერ ვახერხებთ იმას, რომ აზერბაიჯანივით თუ ვერა, რაღაცა ფორმით მაინც რომ ჩვენი სიტუაციაც უფრო უმჯობესი გახდეს. აქ ამაზეა ლაპარაკი და სწორედ აქედან გამომდინარე ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ ჩვენი მენტალობიდან გამომდინარე, ჩვენ ჯერჯერობით ჯერ კიდევ ესე გვაქვს აწყობილი. იმ ერთმა კაცმა, რომელსაც უფლება აქვს თურმე რომ ვისაც უნდა, როგორც უნდა, ისე აირჩევს, ისე ოპოზიციასაც დანიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ უკვე შევეგუეთ ამას, რომ დღეს ანადგურებენ პოლიტიკურ სპექტრს, იჭერენ სუყველას იმ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომლებიც და ფინანსები შემოვიდა პირდაპირ ლაპარაკობდით მე და გიორგით, დღეს უკვე ფაქტიურად ქონებრივი ცენზი პოლიტიკაში კანონში არ არის ასახული, თორე რეალობაში არის. იმიტომ რომ თუ შენ 2 წლის განმავლობაში ბრუნვას არ აჩვენე, პოლიტიკური პარტია არ აჩვენე ბრუნვას იმისი, რომ შენ ფინანსური რაღაცა ბრუნვები გააქვს, მაშინ შენ უნდა გაგაუქმონ საერთოდ. ხო, ანუ შემოიტანეს ეს მექანიზმი, რატო? ფული თუ არ გაქვს, პოლიტიკაში ვერ იქნები. ფულს თუ ფიქრობ, რომ რაღაცა გააკეთო, ამისი პრეცედენტი არსად არ არის, რაც ამათმა გააკეთეს. ხო, არ ვიცი, ისეთი მიმართულებებით მივდივართ, რომ ჩვენ ახლა რაღაცა ცივილიზებულ სამყაროს ალბათ იმ სიიდანაც ამოვარდებით ცოტა ხანში და ალბათ ვინაცვლებთ უფრო იქითკენ, სადაც არ ვიცი ახლა კომუნისტური პარტიას ქონდა და იმ კომუნისტური პარტიის იმაზე გამოცდილება გვაქვს გავლილი და ვიღაცებს მოწონთ კიდევაც, კაცო, არიან ადამიანები, იმიტომ რომ არ ქონიათ ისა რა ქვია კონფლიქტური სიტუაცია სახელმწიფოსთან, იმიტომ რომ ჭამდნენ, სვავდნენ, მათი თავისუფლება შეზღუდული არ იყო, იმიტომ რომ მათი თავისუფლება რაღაც ღრუბში იყო მოქცეული, არც მათ აზრს, ასე ვთქვათ, არავინ არ უზღუდავდა, იმიტომ რომ მათი აზრი არ ცდებოდა იმ
სტანდარტებს, რომელიც კომუნისტებს ჰქონდათ და ამიტომ ადამიანები არიან, რომლებიც იძახიან, რომ ჩვენ საბჭოში ძალიან მშვენივრად ვიყავი. და თუ აქეთკენ მივდივართ. არა, ეხლა სხვანაირად არ გაიგოს მაყურებელმა. ვისი აზრის ცდებოდა დისიდენტები? იმათ ჰქონდათ პრობლემა, თორე ამათ არ ქონიათ. უმრავლესობას არ ქონდა, კარგად ჭამდნენ, კარგად სვავდნენ, დადიოდნენ დასასვენებლად და ყველაფერი იყო. ხო კი არა, ცუდი გაგებით მართალი ხარ, ცუდი გაგებით არ გაიგოთ, უბრალოდ არ ქონდათ. რა ხა ვიღაცას არ უნდებოდა რომ ვენეციაში წასულიყო. და ამიტომ პრობლემა არ ქონდა, რომ მისულიყო დეთქვა, წასულა მინდა ეთქოდნენ. მაგრამ ვერ მიდიოდა და იმაზე გმაყოფილდებოდა რა. კი, ის ახლოს საბჭო იმაში, რა ქვია, ვარშავის ხელშეკრულების იმაში თუ გახვიდოდი, უკვე კარგი იყო საზღვარგარეთ გახვედი და ნახე. ჩეხეთი, პოლონეთი ეს ითულებოდა საზღვარგარეთ გადიოდი, ხო? ანუ რეალურად რისი თქმა მინდა, რომ ადამიანებს აი ეხლაც მივყევართ ამ ხელისუფლებას 30 წლის მერე 3 ათეული წელი გავიდა და მივდივართ იქითკენ რომ თურმე ერთი ტელევიზია რო იყოს მშვენიერია, იმიტომ რომ სხვადასხვა აზრების მოსმენა მე პრობლემას გიქმნის კაცო რომელი ახლა გიორგი იყო მართალი თუ გოჩა იყო მართალი და ამას არ ჯობია უკვე ვიცი რომ მარტო გიორგი ლაპარაკობს და გათავდა კაცო უყურებ გიორგის ჩართავ ტელევიზორს ისმე ყველაფერი კარგათაა აბა გადართავ იქითკენ და თურმე იქცევა ყველაფერი და მიდიან აქეთკენ ადამიანები რატომღაც ეს განცდა რაღაცა ნაწილში არის აი სწორედ ალბათ იმ ძველი თაობის და ეს ახალგაზრდა თაობასთან კონფლიქტური სიტუაციაც ამიტომ იქმნება ამ ახალგაზრდებმა კიდე ესენი თავისუფალ სამყაროში დაბადებული ადამიანები არიან კიდევ ამბობ შეიძლება მომწონ შეიძლება არ მომწონს მაგრამ მათი თავისუფლებას მე ვერ შევზღუდავ ეს არის ეს მთავარი ასე ვთქვათ ის საფუძველი პოსტულატი იმიტომ რომ მთავარი არის ერთი რამ რომ მათ თავისუფლება იქამდე ასე ვთქვათ კონდეთ რომ სხვის იმაში არ გადაუვიდეს კაცო სხვა ადამიანი არ დააზიანოს სხვას არ აუგზავნოს სწორედ დანარჩენი თავისუფალი აზრი უნდა არსებობდეს მიუხედავად იმისა მომწონს თუ არ მომწონს ამიტომაც ამ გადაცემას კრიტიკული აზრი ქვია ანუ კრიტიკა უნდა არსებობდეს ხო ნებისმიერ სიტუაციაში ერთმანეთთანაც კი ჩვენ სამი ადამიანის ხედავთ და შეიძლება გქონდეს რაღაცაში და ერთმანეთს ჩვეულებრივად ველაპარაკები და ჩვენი კულტურა ეს არის რომ გიორგი მე მგონი ესე არ არის შეიძლება თუ არა გოჩა მე მგონი შენცდები თუ არა და ჩვენ აზრს ვრჩებით და ჩვეულებრივ ვაგრძელებთ ურთიერთობას მეგობრობას ერთის იმაში რა ქვია სივრცეში ყოფნას ხო აი ეს ამას გვიშლიან ამას გვიხერხავენ აი ეს უნდათ რომ მოსპონდა თქვან რომ არა ბატონო როგორ შეიძლება ადამიანი რომელიც არ ფიქრობს ისე როგორც ფიქრობს ხელისუფალი ის მაშინ მოღალატეა აი მე გახარიას ის იყო დღეს და სხვათა შორის აქეთკენ მიყავდათ ხო თეატრულუკიანსაც რომ შენ მოღალატე ხარ შენ იმ დროს გადადექი და იმ დროს წახვედი და იმ დროს დაუჭირე რომ შენ უღალატე და ოპოზიციაში წახვედი ბიჭო ოპოზიციაში წასვლა ღალატი არ არის საინტერესო რაღაცა თქვა რა ქვია იმიტომ კი არ დაიბა აღმოჩნდა რომ იმიტომ კი არ დაიბარეს გახარია რომ 20 ივნისის ღამის ამბები აინტერესებს ბოლო სერიაში აღმოჩნდა რომ პოლიცსამჭობრო ჩვენ გადავწყვიტეთო შენ ეს რა გააკეთე ეს იაღლიში როგორ ეგაა სწორი ხა ეგაა დედა აზრი და შემიტომ უწოდა მოღალატე რომ შენ მოღალატე ხარ განსხვავებული აზრი გაქვს შენ არ დაემორჩილე თან ბიჭო კაცმა თქვა მე პატივს ვცემ სხვათა შორის რამოდენიმე ადამიანი ვიცი რომლებმაც დატოვეს ზოგმა პარლამენტი დატოვა და წავიდა და თქვა იმიტომ რომ მე ჩემი აზრით აღარ ვეთანხმები ამ იმას და მივდივარ ზოგმა მინისტრობა დატოვა და წავიდა ცოტანი არიან ესეთი ადამიანები პრემიერ-მინისტრი ასე გადამდგარ იყოს და მე ეთქვას რომ მე ოპოზიცია მივდივარ ეს არ არის პატარა რამე იმ პოსტსაბჭოური ქვეყნების აი 30 წლიანი იმაში მე პატივს ვცემ ამაში რომ გახარიას რომ მან თქვა რომ მე პრემიერ-მინისტრი ვიყავი კაცმა თქვა პოლიტიკიდან წავედი და ეს კაც პოლიტიკაში თურმე არ წასულა და მე რასაც ვამბობ პრემიერ-მინისტრი კი მე არავინ არ ვყოფილ ვარ ვის რა ჯანდაბათ უნდა ეგეთი პრემიერ-მინისტრი რომელიც ვერ აკონტროლებს ვერც მინისტრებს და ვერ აკონტროლებს იმას რომელსაც სახელმწიფოში თulis რომ რახან პრემიერია მაშინ მისი აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული ხო ამაში მე მას პატივს ვცემ მიუხედავად იმისა რაღაცებში ვეთანხმები რაღაცებში არ ვეთანხმები მაგრამ ეს არის ის მნიშვნელოვანი რამ რასაც შენ სწორად აღნიშნე მთელი მუღამი თურმე ეკყოფილა ამ იმის აი ეს მოღალატე ეგ იყო ხო? აი ეს მოღალატე თორე ახლა ძალიან საინტერესო რაღაცეები იყო დღეს მეც უსმინე ხო? აი ყველაზე საინტერესო ის იყო რომ გახარიას აბრალებენ სპეცდანიშნულების რაზმის გამოყვანა როგორ აი
4 დეკემბერს თვითონ რაც გააკეთეს, იმის მეოთხედი არ გაუკეთებია, გახარიას და გახარიას აბრალებენ, რომ აი ეს რა როგორ გააკეთეო. ეს როგორ დაუპირისპირეო εμას, რა ქვია, მოსახლეობას, მომიტინგებს ეს ყველაფერია, ნახა. ხო, თან იმას კითხვასაც ხო იმაშებოდა, რომ კაცი ეუბნება, რომ მე არ გამიცია ეს ბრძანება. თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ ვინმე მგაცაკ, ბიჭო, გეუბნებ მინისტრი ვარ. მე არ გამიცია. აბა ეჭვი მითხარი ვიზე გაქვს? ნუ ახლა პოლიტიკური შოუა, ხო? აი გიორგი მაგას ამბობდი, რომ ასეთ შოუებს ფრანგული საზოგადოება არ მიიღებს. ასეთ შოუებს ხო აი ამითი არის ხა ვიღაცას გონი შენ პროევროპელი გახდი ბიჭო პროევროპელი მე ეს მომწონს იმაში რა ქვია იმ ქვეყნებში რომ ასეთ შოუებს არ ღებულობენ ისინი ევროპელობა რა ცუდიაო 1986 წელსო დავიწყეთ ეს რა ქვია ეროვნული მოძრაობა ევროპისკენ და ამერიკისკენ ისეთი სახელმწიფო გვინდოდა ჩვენ საქართველოს აგვეშენებინა როგორიც იყო ცივილიზებული დასავლური ესა რა ქვია ილია ჭავჭავაძე რუსეთის მეშვეობითაც ხო ევროპაზე გასულა იყო აბა სხვა რა იყო რა თქმა უნდა ხა ილია ჭავჭავაძეს რუსეთს კიდე ცოტა სხვა ლეველზე იყვენ ისინი ესე რომ ვთქვათ ხო მართლა ევროპულ ლეველზე იყვენ და იქ ნახევარი ევროპა იყო ჩამოსული რუსეთის სამსახურში და რუსეთის იმპერატორის სამსახურში იქ ცოტა სხვა იყო რა თქმა უნდა ევროპაზე გასვლას ემაშებოდა ილიაც და თერგდალეულების სუყოლანი ხო ჩვენ რატომღაც გვინდა ხოლმე როდესაც ევროპაზე ვლაპარაკობთ რომ რაღაცა იარლიკები მივაწებოთ ევროპას და ცუდი დავინახოთ ევროპაში რომ ის არის რაღაცა LGBT-ს პროპაგანდა და 1 საათია ვსაუბრობთ ევროპის ზუსტად იმ ფუნდამენტალურ საკითხზე რომელზეც დაფუძნებულია ევროპა ეს არის თავისუფალი სასამართლო ჩვენ ეს წამოვიღოთ ეს სიკეთე წამოვიღოთ რაც აქვს ევროპას ხო თორე ცუდი ყველგან არის კი ბატონო სამწუხაროდ გიორგი გოჩა ჩვენი დრო გაგვირბის ეს დრო როცა გაგვირბის დრო აი მე სპეციალურად ბოლო რო დაიწერა რომ 9 წუთი გაქვს დარჩენილი ხმა არა მომიღია მეთქი ისაუბრე ხო აი გვასაუბრე მაგრამ იწურება ეს დრო მალე გადის კი ბატონო ნუ საინტერესო მოსაუბრეები ხართ და მე მგონი ხალხსაც მოსწონხართ და ну სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა კი ბატონო გიორგი დიდი მადლობა ჩართვისთვის მომავალ ორშაბათს აუცილებლად შევხვდებით ახლა კი დაგემშვიდობებით ბატონო გოჩა დაგემშვიდობოთ და ვემშვიდობებით ჩვენს მაყურებელს მომავალ ორშაბათამდე ორშაბათს შევხვდებით ისევ 8:30-ზე და ვიქნებით 2 საათის განმავლობაში თქვენ კი შეძლებთ დარეკვას და თქვენი აზრის გამოხატვას პირდაპირ ეთერში ახლა კი გემშვიდობებით კარგად ბრძანდებოდეთ